მოგესალმებით ჰოროსკოპი ჯის მენელს მაყურებელს დღეს გვექნება საუბარი უახლოესი ერთი კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ. საუბარია 26 მაისის და 1 ივნისის შუალედში მიმდინარე ასტროლოგიურ პროგნოზზე. რა ტენდენციები აქვს მოსაოდნელი? პირველი და ყველაზე სასიკეთო არის მაინც ის, რომ დედამიწა გადაინაცვლებს უკვე დადებით ენერგიულ ველში და ეს შედარებით დაამშვიდებს სიტუაციას, გაზრდის ურთიერთგაგებას, გაუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეიძლება იქნება მეტად იდეების კონკრეტული რეალიზაცია და სხვა სასიკეთო ცვლილებების ტენდენციები უფრო მეტად გამოვლინდებიან თითოეულ ჩვენთაგანის ცხოვრებაში. თუმცა მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო სამშაბათ დღეს. ეს არის 27 რიცხვი. სამშაბათს ჩვენ გვაქვს ახალმთვარეობა ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში. ახალმთვარეობა იცით ცოტა რთული ენერგეტიკული დღეა, მზის და მთვარის შეერთება ხდება ტყუპების ზოდიაქოში, რის შედეგად იწაფება საერთო სიტუაცია, ამიტომ სამშაბათს ეცადეთ რომ არავის არ ეკონფლიქტოთ, პროვოკაციებს არ აყვეთ, ჯანმრთელობას ცოტა მეტად გაუფრთხილდით, განსაკუთრებით სასუნთქ სისტემას, ფილტვებს, ბრონქებს და ასე შემდგომ და სამშაბათს ასევე არაფერი ახალი სარისკო მნიშვნელოვანი არ დაიწყოთ, არავითარი სერიოზული ხელშეკრულებები, მოლაპარაკებები არ აწარმოოთ, ეს დღე გავიაროთ შვიდად. ყოველგვარი კონფლიქტების გარეშე, ყოველდღიური საქმეები და ზედმეტი გადაღლის გარეშე, ამიტომ ჯანმრთელობას სჭირდება ყურადღება ამ პერიოდში, ეს სამშაბათი, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული დღე ამ კვირის განმავლობაში, ალბათ ყველაზე რთული, მაინც ასე ვთქვათ, დანარჩენი დღეები გაცილებით უკეთესია და მაქსიმალურად გამოიყენეთ. ეგ სამშაბათის გარდა ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის მთლიანობაში კვირა სასიკეთოა, შეიძლება ესე ვთქვათ. დავიწყოთ ახლა პირველი ზოდიაქოს ნიშნით, ანუ ვერძით, ვერძს და ენერგოტონუსი აშკარად მატულობს. თქვენთან აშკარად უკვე სვალშისაცემი გახდება ურთიერთგაგება თქვენ ცხოვრებაში, თქვენსა და ერგუნეყოფ ადამიანებს შორის, მათ შორის კოლეგებთან, მეგობრებთან ურთიერთობა აშკარად გაუმჯობესდება. თქვენ შეიძლება აქ ჩამოაყალიბოთ ახალი იდეები, გეგმები, მათი რეალიზაციას მოახდინოთ, ოღონდ სამშაბათის გამოკლებით თავისთავად, როგორც ეს უკვე აღნიშნეთ და კარგად გამოიყენებთ თქვენ საქმე ან შემოქმედებით კავშირებს. ეს არის უკვე მრავალფეროვანი კონტაქტები, შეხვედრების, მოლაპარაკებებისთვის საუკეთესო პერიოდი, უმჯობესდება თქვენი ურთიერთობა დებთან, ძმებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან, მათი თანადგომაც იქნება დროული. უკვე საკმაოდ კარგი პერიოდია სამშაბათის გამოკლებით ვიმეორებ მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, სწავლისთვის, საჭირო მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად, პარტნიორული თანამშრომლობისათვის და სხვა სასიკეთო ცვლილებებისათვის. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 27 და 31 მაისის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 29 მაისის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეიძლება კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაავადებლებს მოითამაშოთ, რომ მთლიანობაში სიტუაცია სტაბილურია ამ პერიოდში, შეიძლება პოზიტიური ცვლილებები მოხდეს კარიერული განვითარების კუთხით თქვენ ცხოვრებაში, მატერიალური მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესოს ზოგიერთმა თქვენთაგანმა, თქვენ უფრო უშიში არ მებრძოლი სულისკვეთების მატარებელი ხდებით განსაკუთრებით გამოთქმებისას, ეს უკვე თვალშისაცემი გახდება, არ გეშენიათ სიმართლის თქმის ეს მომენტი არის და აღნიშნოთ ასევე, რომ ზოგიერთ თქვენთაგან შეიძლება აღმოჩნდეს რაღაც ცოტა ისეთ საიდუმლო, სასიყვარულო კონტაქტების ან ასეთი ურთიერთობების წინაშე. აი ეს ტენდენციაც არის მაღალი. მთლიანობაში ადრეული საქმეებიდან შეიძლება ახლა მატერიალური დივიდენდები მიიღოთ, ან ისეთი საქმეები განახორციელოთ, რომელიც ასევე ფინანსური კუთხით იქნება მომგებიანი. თუმცა მაინც გახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი განახორციელეთ სამშაბათის გამოკლებით, რომელიც ცოტა რთული დღეა და ცოტა მეტად უკვე კვირის ბოლოსკენ გავფრთხილდეთ ჯანმრთელობას, იმიტომ იგრძნობთ, რომ ცოტა მეტად იღლებით. რაც შეეხება რიცხვებს 26-30 მაისის დღეები და რიცხვები ყველაზე კარგია თქვენთვის და არ ვარგა 28 მაისის და 1 ივნისის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება უკვე ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაავადებლებს, ეს თქვენი დროა. ტყუპებო მზე ახლა თქვენ ზოდიაქოს ნიშანშია გადასული, ამიტომ რაც მეტი დრო გადის, უფრო მეტად იგრძნობთ, რომ დაძაბულობა იხსნება თქვენი ცხოვრებიდან, პირიქით ხდებით აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, ოპტიმიზმი, მატლობს თქვენში ენთუზიაზმი, ეს არის ძალიან კარგი პერიოდი, რომლის ლობისას თქვენ შეგიძლიათ არაერთი პრობლემის მოგვარება და ასევე აღნიშნოთ, რომ ეს პერიოდია, როდესაც მაგალითად ხარდაჭერას გრძნობთ, უკვე მეტად ხელმძღვანელთა მხრიდან, მეგობართა მხრიდან. აქ მოდით აღნიშნოთ, რომ თქვენი ენერგოტონუსი, რადგან მატლობს ხდებით უფრო აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, აქ საინტერესო იდეების ჩამოყალიბების რეალიზაციის დროა, შეიძლება შეცვალოთ თქვენი გარეგნული იმიჯი, ერთ სიტყვით შეიძლება შემოიტანოთ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები თქვენ ცხოვრებაში სასიკეთო.
ამიტომ ეცადეთ, რომ ეს პერიოდი უკვე ფრიად აქტიურად გავლოთ. ყველას კარგია თქვენთვის 27-31 მაისის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 29 მაისის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება კერჩხების ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, თქვენ ცხოვრებაში სიტუაცია უფრო მეტად სტაბილურ ელფერს მიიღებს, თუმცა სამშაბათი ფრთხილად და წინდახედულად უნდა გამოვოთ, იმიტომ რომ მაინც ახალმთვარეობა, რომელიც თქვენზე ახდენს განსაკუთრებულ ზეგავლენას და მეტად აკონტროლეთ აქ საკუთარი ემოციები. ასევე აუშვათ, რომ შესაძლებელია უკვე ამ კვირაში შემოსავლების ზრდა მიჩინოს თავი. სხვა შორის საკმაოდ კარგი პერიოდია სასქვარულო პარტნიორული საქმიანი კონტაქტების შეხვედრებისათვის. ეს პერიოდი მაქსიმალურად თქვენთვის მოდეს ვთქვათ საინტერესო იმ კუთხითაც, რომ შესაძლებელი იქნება თქვენი ნიჭის უნარის გამოვლენა, შემოქმედებით ნიჭის გამოვლენა. ერთ სიტყვით მოდით ესე ვთქვათ, რომ აი აქ უკვე შემდეგი კვირიდან ცოტა მეტი სირთულეები იქნება თვალსაჩინო, იმიტომ რომ თქვენ უკვე აშკარად შეხვალთ დაავადების წინა რთულ პერიოდში, მაგრამ აი ეს კვირა კიდევ გამოიყენეთ. მათ შორის კონტაქტების, შეხვედრების, მოლაპარაკებების კუთხით, რაღაც საქმიანი შესაძლებლობების გავლენის კუთხით, იმიტომ რომ შემდეგ კვირაში რადგან სირთულეები მეტი იქნება, ეს კვირა გამოიყენოთ სამშაბათის გამოკლებით. ყველას კარგია თქვენთვის 26 და 30 მაისის დღეები და რიცხვები და არ ვარგა 28 მაისის და 1 ივნისის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება იმპერატორთან ნიშანს, ლომის ზოდიაქო იგულისხმება უკვე მიხვდით ალბათ ამის შესახებ, ენერგოტონუსი თქვენი უმჯობესდება. რაც მეტი დრო გავა, თქვენ გზნობთ, რომ უფრო ხდებით აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, ბრება განწყობა უმჯობესდება, აქ რომ მეტად გაერკვევით თქვენს ურთიერთობებში, თქვენს საქმეებში, უფრო მოდით ესე ვთქვათ, უფრო სწორად და უფრო მაღალი პასუხისმგებლობით მოქმედებთ, მათ შორის კოლეგებთან, პარტნიორებთან ურთიერთგაგება მადლობთ, რაც შეიძლება მეტი კონტაქტი ინტერნეტთან. აქედან შეიძლება მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, გაიცნოთ საინტერესო ადამიანები, სპონტანური იმპროვიზაციის, ორიგინალური თვითგამოხატვის და არასტანდარტული მოქმედებების დროა, რაც თქვენი წარმატებისთვის მნიშვნელოვანი იქნება. მეგობრული კონტაქტები ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მეგობრების თანადგომა ასევე იქნება დროული და საკმაოდ სპონტანური და კარგი. ამასთან ერთად აუშვათ, რომ ეს პერიოდი ასევე თანდათან გაუმჯობესებს თქვენს ფინანსურ მდგომარეობას, კარგული წინსვლის პერსპექტივებს და სხვა სასიკეთო ცვლილებებს შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 28 მაისის და 1 ივნისის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 26 და 30 მაისის დღეები და ეს რიცხვებიც, თუმცა 27 რომ ასევე ფრთხილად უნდა გავიაროთ ახალმთვარეობა, ეს უკვე იცით. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, უფრო მეტი იქნება ამ კვირაში პოზიტიური სიტუაციები. ესე იგი 7 რიცხვის გამოკლებით ამ სამშაბათი დღის, რომელიც ცოტა რთული დღე გვაქვს, დანარჩენი კვირის დღეები გაცილებით უფრო პოზიტიურია და სამსახურში ურთიერთობების შესაძლებლობები დადებითი მოიმატებენ. აქ რაც უფრო კარგი ურთიერთობები გაქვთ კოლეგებთან, ახალგაზრდებთან, ეს უფრო მეტად ხელს შეუწყობს თქვენ კარიერულ გავითარებას. ხო, მგზავრობა, მოგზაურობის კუთხით, უცხოელებთან აქტიური კონტაქტების კუთხითაც ეს პერიოდი უდავოდ საკმაოდ კარგი, პერსპექტიულია და შესაძლებლობები მათ შორის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების არაერთი იდეის რეალიზაციისა უდავოდ გექნება. თუმცა ახალი საქმის დაწყება მაინც ჯობია სამშაბათის შემდგომ. ყველას კარგია თქვენთვის 26-30 მაისის დღეები და რიცხვები და არ ვარგა 28 მაისის და 1 ივნისის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება სასწორთა ზოდიაქოს ნიშანთა ასტროპროგნოზს ამ კვირისა, პირველ რიგში მოდით აუშვათ, რომ ერგოტონუსი აშკარად უმჯობესდება, ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება, ფსიქოემოციური სტაბილურობას თანდათან მოიმართებს, განსაკუთრებით სამშაბათის შემდგომ და სამშაბათს იცით, რომ მშვიდად გაიაროთ ეს დღე, იმიტომ რომ ახალმთვარეობის რთული დღეა, მაგრამ დანარჩენი დღეები გამოიყენეთ, მეტად ეს სამშაბათის შემდგომი პერიოდი გაცილებით უკეთესია. Τώρα სიტუაცია თქვენს ცივლივ გაუმჯობესდება, განწყობას იქნება უკეთესი პარტნიორებთან ურთიერთობა უფრო მეტად იქნება სტაბილური ელფერის და უმშობთ ისიც რომ შესაძლებელია ცოტა იყოს ჯერ კიდევ შეზღუდული თქვენს გადაწყვეტილებებში და უფლებებში, მაგრამ მთლიანობაში მაინც გრძნობთ რომ სიტუაცია უმჯობესდება. ძალიან კარგი პერიოდია მაგალითად მგზავრობისთვის, მოგზაურობისათვის, უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისთვის უცხოელებთან შეიძლება საინტერესო პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს ან დაუშვათ სწავლა უცხოეთში მილვენება იქნება მეტად პერსპექტიული და ფრიად წარმატებული. განვიშალეთ ოპტიმიზმით, რაც თქვენი წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ამ კვირაში. ყველას კარგია თქვენთვის 28 მაისის 1 ივნისის დღეები რიცხვები და არ ვარგა 26 და 30 მაისის დღეები და ეს რიცხვებიც.
მორიელი ზოდიაქოს რაც შეეხება სიტუაცია ასკარად უფრო სტაბილური გახდება ამასგან იგრძნობთ სამშაბათის გამოკლებით დარჩენილი დღეები გამოიყენეთ საქმიანი კონტაქტებისთვის შეხვედრებისთვის მოლაპარაკებებისთვის აქ თქვენი უშიშარი მებრძოლის სულისკვეთება იქნება საკმაოდ ეფექტური და ეს ხელს უწყობს ლიანობაში თქვენი პოზიციების გაძლიერებას დარეგულირებას მაგალითად საკამათო ფინანსური საკითხების ამ მხრივაც პერიოდი კარგი ინტუიცია ჯერ კიდევ მზარდია და ეს გასძლევთ საშუალებას რომ მასზე დაყრდნობით სწორი არჩევანი გააკეთოთ თუმცა რაც მეტად საიდუმლოს დაიცავ და საკუთარ საიდუმლოს არ გათქვა წარმატება კიდევ უფრო მეტი იქნება თქვენს ცხოვრებაში რაც შეეხება დღეებს 29 მაისის დღე ყველაზე კარგია არ ვარ 27 31 მაისის დღეები და ეს რიცხვებიც შვილდოსნებს რაც შეეხება ერგოტონუსი აშკარად მატულობს ანუ ეს ნიშნავს იმას რომ იმუნიტეტი იზრდება ამიტომ ეს ნიშანი ხდება უფრო აქტიური ენერგიული უფრო ინიციატივიანი უფრო კომფორტული მოდი ასე თქვა და აქ უფრო მეტად შეგვიძლია დაეხნოთ მაგალითად პარტნიორთან მხარდაჭერას ეს ის პერიოდი რომ სობისას ძალიან კარგი პერიოდია ქორწინებისთვის სასიყვარულო პარტნიორი ან ბიზნეს საქმიანი პარტნიორული ურთიერთობებისთვის შეგვიძლია ძალიან კარგად წარმოაჩინოთ თქვენი შემოქმედებითი დინჯი და უნარი აშკარად პროგრესი იქნება თვალსისაცემი თქვენ საქმეებში ან ბიზნეს სფეროში ამიტომ მთლიანობაში საკმაოდ კარგი პერიოდია რომელიც ითხოვს რთული საკითხების გადაწყვეტას მეტი სიმშვიდით მეტი დიპლომატიურობის გამოყენებით და კომპრომისების უნარის გამოვლენით მაშინ წარმატების ფაქტორი უდავოდ კიდევ უფრო მეტი გახდება ყველაზე კარგია თქვენთვის 28 მაისის და 1 ივნისის დღეები რიცხვები და არ ვარ 26 და 30 მაისის დღეები და ეს რიცხვებიც 27 რომ გაიაროთ უნდა ვთხრათ ეს იმედია რომ გახსოვთ რაც შეეხება თხისკას ზოდიაქოს ნიშნულ დაავადებლებს პირველში მოიტანოთ რომ პერიოდი უფრო მშვიდია წინა პერიოდისგან განსხვავებით და თქვენ უფრო მეტად ასე ვთქვათ შეგიძლიათ გარკვეული საინტერესო იდეების რეალიზაცია საინტერესო ადამიანების გაცნობა ეს კარგი პერიოდი ამისთვის რომ საკუთარ თავსაც მიხედოთ შეიძლება გარეგნული იმიჯი შეიცვალოთ გარკვეული ტაიმაუტი აიღეთ დაახლოებით 2 შაბათ 3 შაბათის დღეებში აქ შეგიძლიათ რაღაც საკითხები მოაწესრიგოთ რაღაც ურთიერთობებიც მოაწესრიგოთ ეს ის პერიოდია რომ სოუბისას ჯერ კიდევ შესაძლებელი იქნება თქვენი ორგანიზატორული მონაცემების გამოვლენა კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბება შვილებთან სასწავლო პარტნიორებთან თუმცა უკვე მოდით ავშოთ კვირის ბოლოსკენ ცოტა მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას მაინც ენერგოტონუსი უნდა ეცემა ამიტომ ზედმეტად მოგადაიღლებით თუმცა ისეთ გასაკეთებელი არის ყველა უნდა გააკეთო და ისთვის რომ მოაწესრიგოთ თქვენი ცხოვრება თქვენი იდეები თქვენი ურთიერთობები საკმაოდ კარგი პერიოდია ამისთვის ყველაზე კარგია თქვენთვის 29 მაისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარ 27 და 31 მაისის დღეები და ეს რიცხვებიც რაც შეეხება მერწყული ზოდიაქოს ნიშნულ დაავადებლებს აღმოჩნდით რომ თვითრწმენა თქვენში მოემართებს და ამას განაპირობებს მზარდი ინტუიცია მზარდი ენერგოტონუსი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება ამიტომ შრომის ნარევანების ყოფა შეუპოვრობა ძლიერდება თქვენში ეს გაძლევთ იმის საშუალებას რომ ერთი პრობლემა გადაწყვიტოთ ეს ის პერიოდია რომელსაც თქვენ შეგეძლიათ უკვე გავლენის სფერო განავითაროთ გაუმჯობესოთ საგრძნობათ ურთიერთობა შვილებთან სასწავლო პარტნიორებთან სხვაშორის რომანტიკული ურთიერთობებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი აქ უკვე შეგიძლიათ კარგი ლიდერული ორგანიზაციული წესრიგების წარმოჩენა თქვენში კონკურსებში ლატარებში მონაწილეობის მიღებაც იქნებათ მეტად სასიკეთო ავტორიტეტის ზრდა არის მოსალოდნელი თქვენი ამ პერიოდში 27 რიცხვის გამოკლებით ერთ სიტყვით ყველა დარჩენილი დღე აქტიურად იმოქმედეთ და მეტად ასე ვთქვათ შეძლებთ ამის შედეგად უფრო მეტად წინსვლას მათ შორის როგორც პროფესიონალური ასევე ფინანსური კუთხითაც გაუმჯობესებთ თქვენს პერსპექტივებს. ეს კარგია თქვენთვის 28 მაისის და 1 ივნისის დღეები და რიცხვები არ ვარ 26-30 მაისის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნულ დაავადებლებს ერგოტონუსი თქვენი ჯერ კიდევ ინარჩუნებს სტაბილურობას თქვენ შეიძლება ახალ ნაცნობთა წრის წინაშე აღმოჩნდეთ ან გააფართოვოთ ნაცნობთა წრე აქ შეიძლება საკმაოდ პერსპექტიული საქმიანი კავშირების წინაშე დადგეთ საინტერესო პერსპექტიული წინადადებები მიიღოთ ეს ის პერიოდი რომელსაც მოგზაურობა იქნება ძალიან კარგი ახალ შტაბ-ჟილებებს მიიღებთ ახალ იდეებით ჩამოყალიბება ამის შედეგად სხვაშორის სახლშიც სამშობლოშიც პერიოდი კარგი იმიტომ რომ სახლშიც შეიძლება საუპასუხებლო სიტუაცია გაუმჯობესოთ ან მოაგვაროთ კომფორტი მოიწყოთ მეტად გაუმჯობესოთ ურთიერთობა ახლობლებთან, ნაცნობთან, მათი თანადგომაც იქნება დროული და საკმაოდ კარგი.
ერთადერთი სამშაბათი დღის გამოკლებით, რომელიც ახალმთვარეობა ცოტა ნეგატიურ დახს დასწრობს, შეიძლება თქვენს ფსიქოემოციურ მდგომარეობას, დანარჩენი კვირის დღეები მაქსიმალურად გამოიყენეთ. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 26 და 30 მაისის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 28 მაისის 1 ივნისის დღეები და ეს რიცხვები, რომელიც ცოტა ფრთხილად წინდახედულად უნდა გავვლოთ. Ამ ინფორმაციით საუკეთესო სურვილებით მეგისურვებთ ბედნიერ კვირას, გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.